ძალიან ლამაზი ხარ. უკვე რამდენი დღეა შენზე ფიქრით ვიცინებ და ვიღვიძებ. ნება მომეცი შენი სურნელი ვიგრძნო. Evde. სახლში. Beş dakika. 5 წუთში გარეთ გამოდი. მომენატრე. მეც. კარგად ხარ? გუშინ არ გეჩხუბეს? Yok. არა, Olmadı. არ მეჩხუბეს. უცნაურია. ოჯახის წევრებმა არაფერი გითხრეს? იმ ბიჭმა პოლიციაში მიჩივლა. გუშინ გაყოფილებაში ვიყავი. განყოფილებაში? რამე დაგიშავეს? არა, კომისარმა რამდენიმე რჩევა მომცა და გამიშვა. კარგი. მითხრა თუ გინდა მივიდეთ და გოგო დავნიშნოთ. ძმას მე დაველაპარაკებიო. ჭუიდან შემშლიან. მაბადე. ყურადღებას ნუ მომაქცევ. ყოველთვის სხვის საქმეში ერევიან. Konuşuyor. მეც უთხარი. კომისარო, იმ გოგოს რაში ვჭირდები? როგორ დავარჩინო? თავადაც ხედავ რა მდგომარეობაში ვარ. ნუ თუ ოჯახი დამთანხმდება. Niyetin olsun. მართლა რომ გინდოდეს რამეს მოიფიქრებდი. მაგრამ სულ წუწუნებ. როგორც კი ქორწინება ვახსენე. მაშინვე გაბრაზდა. Tabii evlilik. რა თქმა უნდა, ქორწინება სერიოზული ნაბიჯია. İki kişi uzun bir yola çıkıyor. ორი ადამიანი ერთად იწყებს ახალ ცხოვრებას. Toplumun. და ოჯახის წევრების აზრი მნიშვნელოვანია. ოჯახი ამის გარეშე არ იქმნება. რა თქმა უნდა. თან სადგოჩქარება. ახალგაზრდები ვართ. ნახოთ ცხოვრება ყველაფერს გვაჩვენებს. Zaten თან ვალდებული სულაც არ ხარ. sorunu hissetme. Yani იმაზე გეუბნები, რაც გუშინ მოხდა. ეს ხომეც მინდოდა. ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, ძვირფასო. ზრდასრული ადამიანები ვართ. ძალიან ლამაზი ხარ. benim gitmem. წასვლის დროა. მეგობრები მელოდებიან. გამოცვლაც უნდა მოვაზრო. Tamam kızım. კარგი, არაფერს დაგაძალებ. თურმე ახალგაზრდაა. ჩემზე უკეთეს გოგო შეხვდები. რა საჭიროა ჩემთან დროის დაკარგვა? Asiye, ასიე. ne oluyor böyle ასე რატომ დგახარ? diyorsun? Ha? Kızım? შულო, გშია? ხო, İçeri götürme. Ya, ასიე, ya biz ყვილად გადანაშაულებით. როგორც მივხვდი, ასიესა და იმ Maria ile მოტოციკლისტს შორის მართლა არაფერი ყოფილა. ვერც იქნებოდა, რადგან შეყვარებული ყოლია. თანაც რა გოგო? adamın ნამდვილი მზეთ უნახავე. ya უზარმაზარი შავი ჯიპით გამოცხადა. altın საბუთების ჩვენება ვთხოვე და ya herif მაშინვე პოლიციის უფროსთან დარეკა. yetişti geldi წარმოიდგინეთ, oradan kız. პოლიციის უფროს დაუკავშირდა. Emniyet müdürü ეს ყველას როდი შეუძლია. emniyet müdürünü aradı. მერე Merkez yapamadı. მერე კი ის ბიჭი მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა. Aldı herifi, attı უკან მისი arabaya. ასისტენტები და დაცვის ხალხი გაყვა. შენ რაში სჭირდები? როცა გვერდით ასეთი ხალი ყავს. Yani არ მეთანხმები და იკო? böyle bir hatun ასე var. არ არის? Ne yapsın senin gibi sümük ჯობდა ყველაფერი თავიდან უგაგვირგვია. biri oturup არც კი ვიცოდით საქმე ვისთან ქონდა.
Biz de kiminle dans ediyoruz? სოკარიოში შეჯიბრზე წავიდნენ. უნებურად მოვისმინე მათი საუბარი. Sakarya'da Ha, konuşuyorlardı. იმ ტიპმა უზრუნველი მომავალი მოიწყო. Sağlam yere kapak. დამიჯერეთ. მერტმა ქნას რომ იმ თოლს ყველაფერი დაავიწყდეს, თორემ ჩემი საქმე წასულია. Nerede eski mevzu Gepitsebit. varsa hatuna. Sürdürürler. იმ ბიჭს ქორივით იცავს. Böyle böyle değil. წამით არ ცილდება გვერდიდან. ასეთ ქალს მე რატომ ვერ გადავეყარე? Ondan ayrılmıyor. ჭიანდა ეშმაკმა დალახროს. Olmadı şöyle bir karanlısını satayım ya. ტოლმა გაგიცხელო თუ სხვა რამეს შეჯამ. მაკარონიც გვაქვს. Lahan oldu. ტოლმას, ტოლმა შევჯამ. Zahmet თუ რა თქმა უნდა არ გეზარება. რა სამოფ? 2 წუთის საქმეა. მიდი გამოიცვალე. გმადლობ დაიგო. Ait. Aşk neydi? რა არის სიყვარული? უბედურების გარდა არა მოაქვს. გეფიცები ცხოვრებაში აღარავის შევიყვარებ. ღმერთი იქნება ამის მოწმე. მის კოცნას ხუთში დავასამარებ და სხვას გავადარ. Meşgale kutu. თასი დამაჯილდოეს. რა? ვერ მივხვდი. Motoru bırak kendine. ხომ თხოვე მოტოციკლით სეირნობას მოეშვი და საქმეს მიხედევა. ხოდა ნამუშევარი მომიწონეს და თასი დამაჯილდოეს. ძალიან კარგი. გილოცავ. Alt tarafı bir ალბათ ფიქრობ რომ ეს უბრალოდ თასია. რაკი ყველა თავს გევლება და ძვირადღირებული ბეჭდებით განებივრებს. იმათ კონზე ჩემი თასი თვალში არ მოგდის, არა? მე გარ მithქვამს. ყველაფერი ჩემ აგიბრად გადაწყვიტე. ჩემ გარა გინდა. რა სიტყობ? რა სალოდები? evlilik. გინდა რომ ხელი გთხოვო? Tamam, კარგი, ასე მოვიქცევი. amაზე იოლი არაფერია. Ama sen var ავდგე და დავქორწინდეთ. მაგრამ ასეთი ცხოვრებისთვის მზად ხარ? Benim şartlarımla paylaşmaya ყველაფრის მიუხედავად ცოლად გამოვყები? მზად ხარ რომ ჭირიც და ლხინით ჩემთან ერთად გაიზიარო? მიდი. ცოლობას ასე არ სთხოვენ. მუცელში რკინის ნაგლეჯის ჩარტყმით ხელს არავის თხოვენ. გესმის? მაგრამ შენი ჩაფხუტის ქვეშ თავი კი არა რკინის ნაგლეჯი იმალება. ხდება? ქალბატონი არ იმჩნევს რომ დამინახა. უკვე ერთი თვეა ზედაც არ მიყურებს. აი ეს ხდება. რა შევჭირდები? ერთი ღარიბი ხელოსანი ვარ. მოტორბოლის მოყვარული. მე ოცნებე ბიჭი. Geleceği olmayan bir adamım ben. მართალია. Allah Allah.
Başka bir şey yok. ღმერთო, დარწმუნებული ხარ, რომ მიზეზი ეს არის? Değil o ya. ასია, ასეთი გოგო არ ჩანს. უკვე ყველაფერი სულ ერთია. წავედი, ძმო, გვაგვიანდება. რა დაგემართა? Ona gözünün içine bak. ვერ დაინახე როგორ გიყურებდა. უნდა დალაპარაკებოდი. ასე რატომ იქცევი? ხომ გიყვარს? O gitsin. ადგეს და თავის ხელინს უყუროს. წამით არ შორდება გვერდიდან. რა შევჭირდები? როცა გვერდით მოტორბოლის დედოფალი ყავს. ეს რა ღირს? Oo nereye? Seher teyze böyle. როგორ მოკაცმულ ხარ? საით გაგიწევიეთ დეიდა საჰერ? Giyinmedin mi sen? იფექის დედამთილი ჩამოდის. შენ კიდევ არ ჩაგიცვამ სამდეხანს რას ელოდები? ვერ წამოვალ დედა. ჯერ ისევ შეუძლოდ ვარ. ჩემი და გემრიელ რაღაცებს მოამზადებდა. მთელი ღამე აღებინებდა. Ateşi de çıktı. სიცხეც მაღალი ქონდა, წამითაც არ მოგვიხუჭავს თვალი. გამოჯამრთელებას გისურვებ. გუშინ წინ დედა ჩემსაც იგივე დაემართა, ალბათ კუჭი აქვს გაღიზიანებული. Su gibi attı. საშიში არაფერია, მალე გაუვლის. კარგი. სახლში დარჩი. შუა დღეს კი ფაფა მოიმზადე. კარგი. კარგად დაისვენე და გაგივლის. მოკითხვა გადაიცი. კარგი. სალიჰა, სასწრაფოდ ორსულობის ტესტი უნდა ვიყიდო. Çok iyi oldu Salya ya. კარგი ქენი ეს რომ აჩვენე. იქნებ მუცილი მომეშალოს და აბორტის გაკეთება აღარ დამჭირდეს. თუ რა თქმა უნდა ორსულად ვარ. Hamileysen bilmeye hak. თუ მართლა ორსულად ხარ, არ უნდა დაუმალო. სალიჰა, Hamile შენი აზრით იმ ქალს ვგავარ, ორსულობის გამო ვინმეს დაქორწინებას რომ აიძულებს. როგორ ფიქრობ, სიამაყე არ გამაჩნია? მეტი რაღა ექნა. ორი თვის წინ ხელი გთხოვა. Etmedi mi? შენ თვითონ გაჯიუდდი. უკვე ორი თვე ახმას არ სემ. Suratına bakma ya. ასე არ არის? Salya. სალიჰა, Sen yapma. შენ მაინც ნუ მეუბნები ამას. იმუნიათო და უსუსურმა მეთინმაც კი ბეჭედი მიყიდა და გალანტურად მთხოვა ხელი. ჩემი ცხოვრების სიყვარულმა კი რა გააკეთა? Benim hayatım სოლობა მუცელში თასის ჩარტყმით შემომთავაზა. ბარემ თავში ჩაერტყა და იგი იქნებოდა. Sanki kafama vuruyor ya. კარგი, როგორც არის? ის მართლა რომ სდომებოდა, Gerçekten. სამსახურს იშოვიდა. Olan adam. ყვავილებს იყიდდა. Adam gibi bir iş bulur. ამ ბაღში დაკრებდა და მოვიდოდა. Ya da almasın. მაგრამ არა, Gitsin bahçeden მოკლედ toplasın. როგორც არის? Ama yok işte. წავიდეს Neyse. იმ თავის შეჯიბრზე და ჰელინთან ერთად გამარჯვებაზე იზეიმოს. ღმერთმა ტკბილად შეაბეროთ ერთმანეთს. Kesmiyor bu bıçak. ხელის გაჭრა ღამაკლდა. Ne yapacağız? ახლა რა უნდა ვქნათ? თუ დაიღალე საჭესთან მე დავждები. არა, არ დავღლილ ვარ. კარგი. Seni შესანახავად მნიშვნელოვანი ხალხი ჩამოდის. სპორტული დასაცმლის ცნობილი მარკის წარმომადგენლებს სურთ შენთან დალაპარაკება. ორი თვეა რაც შენს წარმატებებს აკვირდებიან. დიდ სარეკლამო კომპანიაზეა საუბარი. მთელი წლის სპონსორობას, რგოლებში გადაღებას და საერთაშორისო შეჯიბრში თანადგომას გთავაზობენ. მოისვენი, არაფერს დავეჯახოთ. თუ გაგიჟდი, გინდა რომ დაკრძალვა დაგისპონსორონ? Sene mi sponsor olsunlar istiyorsun? Bitti bu. საქმე მოგვარებულია, ჩემსაც მივაღწიე. ჯერ არაფრისთვის მიგიღწევია. ჯერჯერობით ამ ქვეყანაში გაგიცნეს. შენთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს ილიას. მიღწეულზე შეჩერებას ხომ არ აპირებ? თანაც ასეთ წარმატებას ჩვენ სოფელში ნებისმიერი ახალგაზრდა მიაღწევდა. Alo. ალო? Merhaba ben Seher. გამარჯობა, მე სალიჰა ვარ. თქვენ ილიასი ხართ არა? დიახ, მე ვარ. Sizinle ასიასთან დაკავშირებით უნდა დაგილაპარაკოთ. შეგიძლიათ რომ შემხვდეთ? რა ხდება, რამე დაემართა? არა, ნუ ღელავთ. ჩემი აზრით აჯობებს შევხვდეთ და პირისპირ დავილაპარაკოთ. მაგრამ ახლა გზაში ვარ, თითქმის იზმირში ჩავედი. შეჯიბრზე მივდივარ. შეგიძლიათ ტელეფონით ამიხსნათ. Hay Allah. Şimdi ასეა? adını söyle. იცით ეს ტელეფონით გასარკვევი ნამდვილად არ არის. Sonra თუმცა მე შეიძლება გვიანიც იყოს. რას ნიშნავს გვიანი იყოს? მოხდა რამე? şey oldu. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ასიემ ტესტი გაიკეთა. Asiye hamile. მოკლედ, ორსულადაა. Ama sizin bilmenizi მაგრამ არ უნდა თქვენ რომ იცოდეთ. ya biliyorum aranızda. ვიცი ურთიერთობა აღარ გაქვთ, მაგრამ Ben sizin bilmenizi შევთვალე რომ ეს უნდა გცოდნოდეთ. Çocuğu aldıracağım. ასია აბორტის გაკეთებას აპირებს. კარგი.
კარგი, დაგირეკავთ. ჰელინ, სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდე. იზმირში რომ ჩავალთ, შეგიძლია მანქანა მათხოვო? გაგიჟდი? რას ნიშნავს უკან უნდა დაბრუნდე? ხოლშეჯიბრი გაქვს. შენ სანახავად სპონსორები მოდიან. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მაშინ გაჩერებასთან ჩამოვსვი, ავტობუსი წავალ. შენ რა დამცინი? რა ბავშვივით იქცევი? რატომ უნდა დაბრუნდე? ვინ დაგირეკა? ვინ? მოიცადე. ჯერ დამშვიდდი. როგორც ხვდები, მნიშვნელოვანი რამ გითხრეს. ამიტომ თვითონ წაგიყვან, კარგი? აქ ვერ დაგტოვებ. უშენოდ ვერ საწავალ. გამორიცხულია. Sorun neyse hallederiz. Sabahtan yarışırız. მანქანაში ჩაჯექი. Burada seni bırakıp gidemem. მიდი. Hadi. Bin arabaya. ილიას. დაფიქრდი. O kadar. ამდენი შრომა ჩავდეთ. მომავალ ზურგს ნუ შეაქცევ. Hadi. წამოდი. ჰელინ, Ben bu hayatı daha ასე აღარ შემიძლია. şu an için ახლა ეს შეუძლებელია. ნამდვილი ღვთის რისხვა ხარ. უტვინო. ჩემო საბრალო. ვინ იცის ახლა რა მდგომარეობაში ხარ? შვილი გვეყოლება? ნუ თუ მამა გავხდები. მას სხვა ოცნებები აქვს. თანაც სხვა უყვარს. ნედავ შენი ხელში აყვანა შემეძლოს, ჩემო პატარა. ნედავ კიდევ ერთხელ შემეძლოს მასთან ჩახუტება. Gel çabuk taksi kapı. ჩქარა წამოთ, ტაქსი გველოდება. სად მივდივართ? ჩვენთან ასიე, სხვაგან სად? Ne oluyor? რა ხდება, რა ხმაურია? Ne oluyor lan? რა მოხდა? Galiba bu გონი ჩვენი და თხოვდება, ძმაო? Ne? რა? evlen. თხოვდება? დაიცადე ძმაო. დედა, ასია თქვენთან დარჩება. მე შეჯიბრზე ჩასვლა უნდა მოვასწრო. როგორც კი დაუბრუნდები, მაშინვე დავქორწინდებით. თვალი არ მოაცილოთ. ყურადღებით იყავით, რომ თქვენ შვილიშვილს არაფერი დაუშავდეს. გასაგებია? შენც ჭკვიანად იყავი. ჩემ არ ყოფნაში სისულელი არ ჩაიდინა. სიბელ, ჩუსტები ჩააცვი.